როგორია ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში და რა მიმართულებებზე მუშაობს სახელმწიფო ამ კუთხით. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ქვემო ქართლის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ. შეხვედრას საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკა და ბავშვთა კეთილდღეობის ძირითადი მიმართულებები. ამ საკითხზე ისაუბრეს დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში. შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბავშვის ოჯახური გარემოთი უზრუნველყოფის და მათი ოჯახების გაძლიერების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და სიახლეებზე ისაუბრეს. ჩვენ გავაცანით დამსწრეებს სამინისტროს პოლიტიკა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმასთან დაკავშირებით, რაზე ვაკეთებთ აქცენტებს, რა არის ჩვენი როლი და რაში შეიძლება ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობები. სახელმწიფო პოლიტიკა ამ მხრივ და ძირითადი მიმართულებები გაგვაცნეს ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და რაც მთავარია ეს ჩართულობა, უშუალო ჩართულობა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და მუნიციპალიტეტების და გამგეობების ხელმძღვანელებისა დღეს რეალობად იქცა. სკოლებს საკმაოდ აქტიური ურთიერთობა აქვთ სოციალურ მუშაკებთან, რაც უფრო მეტად გაძლიერდება ეს ურთიერთთანამშრომლობა და უფრო ახალი პროგრამები დაიგეგმება, ეს ნამდვილად მისასალმებელი იქნება. შეხვედრაზე სოციალურად დაუცველთათვის სტატუსის მინიჭების ახალი კრიტერიუმის შესახებაც ისაუბრეს. რუსთავის მერმა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების გადამოწმებასა და ბაზის ხელმეორედ გადახედვაზე გაამახვილა ყურადღება. არის ზოგადი ტენდენციებსაც მოსახლეობის რაღაც გარკვეულ ნაწილს სოციალურად დაუცველს უჩნდება შეგრძნება, რომ მათ არასამართლიანად ექცევიან. ჩვენ მქონდა ამ თემაზე საუბარი, ახალი პროგრამა და ახალი პროექტი რის საშუალებას მოგცემს, თქვა და რამდენად ჩართული იქნება და დამოკიდებული იქნება, თქვა აგენტის პიროვნული დამოკიდებულება ქულებთან მიმართებაში. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანალოგიური ხასიათის შეხვედრა აჭარასა და თელავში უკვე გამართეს.